დამალეთ თქვენი განსწრახვები ძალაუფლების 48 კანონის მესამე კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არქი Reverse Monday. დღეს არის ჩვენი მე-10 ეპიზოდი და განვაგრძობთ წიგნების განხილვის რუბრიკას 22 წიგნი ტრანსფორმაციისთვის. დამალეთ თქვენი ზრახვები. კანონის ფორმულირება რობერტ გრინის მიხედვით. ადამიანებს წონასწორობა დააკარგვინეთ და თქვენი მოქმედებების მიზნებთან დაკავშირებით გაურკვევლობაში ამყოფეთ. თუ არ ეცოდინებათ რა ჩაიფიქრეთ, დაცვის მომზადების შესაძლებლობაც არ ექნებათ და როცა თქვენს განსწრახვას მიხვდებიან, უკვე ძალიან გვიანი იქნება. როდესაც ეს წიგნი პირველად წავიკითხე, ეს კანონი ამ 48 კანონიდან ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კანონი იყო, რომელიც ჩემთან ახლოს ვერ მოვიდა და რაღაც წინააღმდეგობის გრძნობა მქონდა, რომ რატომ უნდა დავუმალო ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამშრომლებს, რომლებიც კარგად არიან ჩემი მიმართ განწყობილები, ან ოჯახის წევრებს. მაგრამ უკვე მესამეჯერ ვკითხულობ ამ წიგნს და დროც გავიდა და მეც უფრო მეტი გამოცდილება შევიძინე და რაღაცაები გადავაფასე. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ზოგიერთი მიზნები განსაკუთრებით უფრო შორეული და მნიშვნელოვანი კარგი იქნება თუ გვეცოდინება მხოლოდ ჩვენ და ყველაფერს აქვს ახსნა რატომ. იმიტომ არა რომ მაინც შეიძლება ცუდი უნდადეს შენთვის ვინმე განსაკუთრებით ვისაც უყვარხარ. უბრალოდ არის რაღაც მიზეზები, რაზეც ვილაპარაკებთ შემდეგში, მაგრამ შემდეგში რა ამ ეპიზოდში. მაგრამ მე მინდა მოგიყვეთ ჩემმა დაუმალავმა ზრახვებმა და გულწრფელობამ სად მიმიყვანა სამსახურში. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ სამსახურში მე არ მყავდა პირდაპირ კონკურენტი, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი პოზიცია მქონდა და ადამიანმა, რომელმაც ძალიან ცუდად გამოიყენა ჩემი გულწრფელობა, არ მეკონკურენტებოდა. ის სხვა მიმართულებით მუშაობდა, მე სხვა მიმართულებით მუშაობდი და ის ვერასდროს ვერ დაინიშნებოდა ჩემ ადგილას. თუმცა მე შეიძლება და მის ადგილას დავნიშნულიყავი, იმიტომ რომ მქონდა შესაბამისი გამოცდილება, თუმცა ეს ჩემთვის ჩამოლაბორანტება იქნებოდა. ანუ მე მას არ ვეკონკურენტებოდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ის მე მეკონკურენტებოდა და რიგი მიზეზების გამო არ მოვწონდი, როგორც ჩანს, ცუდს მისურვებდა და ასე შემდეგ. მაგრამ მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი და ამ ადამიანთან მქონდა საკმაოდ დისტანციური, მაგრამ სამსახურისთვის მაინც მეგობრული ურთიერთობა. იმდენად რომ შეიძლება და მაგალითად შემთან შემოსულიყო ოთახში და თავის ნათესავებზე მოვეყოლა რაღაც ამბები და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაცნაირად ამ ურთიერთობას სულ დაყვებოდა ფარული შური. ამას ყოველთვის ვგრძნობდი და ამას რაღაცა ეს მეექვსე გრძნობა, რაც გვაქვს ინტუიცია, მკარნახობს ხოლმე რიგ შემთხვევებში სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობისას. მაგრამ დიდად არ შემიმჩნევია, მაგრამ მე გადავწყვიტე ამ სამსახურიდან წამოსვლა და პირველად შევატყობინე მას, რომ ვიცი რა მე რაღაცა სხვა შესაძლებლობები გამომიჩნდა, სხვა გეგმები მაქვს და აქედან უნდა წავიდე და ამის მერე რაც ეს უთხარი აბსოლუტურად შეიცვალა ამ ადამიანის დამოკიდებულება ჩემი მიმართ 100 მაგათ უფრო მეგობრული გახდა, ძალიან მოსიყვარული და შურს რასაც ვგრძნობდი, მაგასაც ვეღარ ვგრძნობდი რა და რაღაცნაირად გამიკვირდა, რომ რა გარდასახვა მოხდა მასში. ახლა კი ვხვდები, რომ უბრალოდ რომ გაიგო, რომ მივდივარ, გაუხარდა და მალე წავსულიყავი და რატომაც არა, კარგადაც დამემშვიდობებოდა, ხო? დრო მოვიდა, რომ ჩემი უფროსი ჩამაყენებინა საქმის კურსში, რომ სამსახურიდან მივდიოდი და ჩემდა გასაოცრად, არც ისე გასაოცრად ვიცოდი, რომ მაგ სამსახურში ზოგადად ძალიან მოვწონდი ყველას და დიდი პოტენციალი მქონდა. უბრალოდ მე არ ვიждებოდი დიდად მაგ სამსახურზე. კონტრშე თავაზება მომცა, რომელიც თქვათ დეტალებში არ გააჟღერა, მითხრა რომ დაახლოებით ერთ თვეში ეცოდინებოდა ზუსტად რა პოზიციას თავაზობდნენ და რა პირობებით და მანამდე არ წავსულიყავი სამსახურიდან. რა თქმა უნდა, მე ეს
იმ ადამიანს ვახარე, რომ მეთი ესე და ესე მოხდა და შეიძლება აღარ წავიდეთ. ხო, ეს ერთი შეხედვით არ შეცვლილა არაფერი ჩვენ ურთიერთობაში, უბრალოდ ვიბრძენით დათრგუნვა და ცოტა დისტანცირება ჩემგან. მაგრამ დიდად არ მივაქცია რა ყურადღება სამსახურია და შეიძლება ადამიანს არ ცალია ან მე არ მცალია და ხასიათზე ვერ არის რაღაც და მოკლედ ესე მოხდა რომ მე გავფრინდი მივლინებაში, სადაც ჩემი მენეჯმენტი მუშაობდა, რომ იქ მოეცათ ეს შეთავაზება და მოლაპარაკება შემდგარიყო ჩვენ შორის და ჩავედი თუ არა რაღაცა მეორე დღეს, სანამ ამ შეთავაზებას გამიჟღერებდნენ, ეს მართლა ეხლაც რომ ახსენდება, იმდენად მოულოდნელი იყო, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ადამიანი აი არ ვიცი, ვითომ გიждდება და ჩემზე, ესე მითხრეს, რომ ამ და ამ ადამიანმა შენზე დაწერა რეპორტი, რომ სამსახურში ყვირის, თანამშრომლებს უდათ ექცევ, აი რაღაცა სისულელე, იმიტომ რომ რავი, აი ბევრ სიტუაციაში მკაცრი ვყოფილვარ და ზოგადად სამსახურში არ გამოვირჩევი დიდად ფამილიარული ურთიერთობებით, მაგრამ აი არ მახსოვს, რომ ზოგადად ვინმესთვის მეყვიროს. ანუ სამსახურში კი არა, ზოგადად არ მახსოვს. ჩემი მდგომარეობა ყვირილში ეს არ ნიშნავს, რომ არ ბრაზდები, კი ბრაზდები, მაგრამ და რავი, საჭესთან შეიძლება ვიყვირო, არა, ყვირილით არა, მაინც რაღაცნაირად ჩუმად გავბრაზდები ჩემთვის. მოკლედ, აი აბსურდი იყო რა, აბსურდი რეპორტი. ანუ რა გააკეთა, რომ ოღონდ არ დავეწინაურებინე, სანამ ჩავიდოდი იმ ქვეყანაში, სადაც მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო, დამაწია წერილი, რომ ხელი შეეშალა ჩემს დაწინაურებაში და ნუ თან რადგან უკვე იცოდა, რომ სხვა შემთხვევაში მე მივდიოდი, ჩათვალა, რომ ის ხელს შემიშლიდა და მე არ დამაწინაურებდნენ. ნუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ გამოკითხეს თანამშრომლები, იმიტომ რომ ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ამას ითვალისწინებდა და რა თქმა უნდა ეს არავინ არ დასტურა და ის აღმოჩნდა ესე ვთქვათ, უხერხულ მდგომარეობაში და მე ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა ასევე რეპორტი, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი დარღვევა ხანდა სხვადასხვა, შეიძლება სხვა თავებში მოუყვე, მაგრამ აღარ გავაკეთე, იმიტომ რომ რაღაცნაირად მისნაირი გამოვიდოდი. მაგრამ აი ეს კანონი მაშინ რომ კარგად გამეაზრებინა და არ მეფიქრა, რომ იცი რა, გულწრფელი თუ ხარ, ამას ყველა დაგიფასებს და კარგია გულწრფელობა და რა გაქვს დასამალი შენ ხო შენი შრომით აღწევ ყველაფერს და არავინ შენ ამაში არ გეხმარება. ესე არ მეფიქრა, კარგი იქნებოდა ენას კვილი დამეჭირა, დაწინაურებისთვის ხელი მომეწერა და მე პოსტფაქტუმ გაიგო და არა პირიქით, იმიტომ რომ თვითონ დაწინაურება არ დაწინაურებაზე დიდად არ მინერვიულია, იმიტომ რომ მე ისედაც უკვე სხვაგან მივდიოდი სამუშაოდ, უბრალოდ იმ ფაქტზე, რომ ადამიანი, რომელსაც მე სამსახურის მეგობრად ვთვლიდი და ასე ასაღებდა თავს, ესე მომექცა, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა და სამსახურეობრივად არც მახსენდება, რომ ჩემთან ვინმე მოქცეულიყო ესე და რა თქმა უნდა, მე ასე არავისთან არ მოქცეულ ვარ, არც არასდროს არ მოვიქცევი. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა სამსახურში თქვენი პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენტები არიან, კონკურენცია არის განსაკუთრებით კორპორატიულ სამყაროში და თქვენი მიზნები და გეგმები თქვენთვის შეინახეთ, როგორც ამბობენ, ჯერ გადახტი და ჰოპ, მერე დაიწახეო. სხვათა შორის, სხვა ეპიზოდებში ვახსენე და ეს წიგნი ძალიან იმიტომ მომწონს, რომ რაღაცნაირად არის ისტორიის, რელიგიების, კულტურის, პოლიტიკის ერთიანი კრებული და გადახედვა და ზოგადი განათლებისთვისაც ძალიან კარგია და მაგალითი არის ბისმარკის, რომელიც მე-19 საუკუნეში პრუსიის პარლამენტის დეპუტატი იყო. ჯერ არ იყო თავისი კარიერის პიკში და ამ დროს პრუსიის პარლამენტს მეფესთან ერთად უნდა გადაეწყვიტა, დაეწყვეტ თუ არა ავსტრიასთან ომი და შემდეგ პრუსიის მეთაურობით გერმანია გაერთიანებულიყო თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ბისმარკი იყო
ესე ვთქვათ, მისი პოლიტიკა საჯარო ხაზით გადიოდა და ის მართლა გულწრფელად ფიქრობდა, რომ ავსტრიასთან ომი საჭირო იყო და უნდა დაემარცხებინათ და გერმანია მარტო ამით გაერთიანდებოდა. ის მიხვდა, რომ არ იყო არც იმდროინდელი პრუსია იმ მდგომარეობაში, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა და თან თუ ცუდი შედეგებით დამთავრდებოდა, მასაც დაბრალდებოდა. ამიტომ თავისი ეს მიზანი არ შეცვალა, უბრალოდ გადადო. და როცა იყო პარლამენტში გადამწყვეტი, ესე ვთქვათ, გამოსვლები, სადაც ხმები უნდა დაფიქსირებული იყო, რას აპირებდა პრუსიის პარლამენტი, ბისმარკი გამოვიდა და თქვა, რომ არ გვინდა ომის აშინელება, მე რა უთხრათ გლეხს, რომელსაც მიწის მაგივრად სისხლი ექნება და ასე შემდეგ და თან იცოდა, რომ მაშინდელ მეფეს არ უნდოდა ომი, უბრალოდ იძულებული იქნებოდა, რომ დამორჩილებული იყოს სხვებს და რაღაცნაირად მთელი პარლამენტი ბისმარკის გვერდით დადგა და ერთად თქვეს, რომ მეტი არ გვინდა ახლა ომიო და ამ მეფემაც ძალიან გაიხარა, იმიტომ რომ შვიდობის მოყვარული მეფე იყო ეს ვილჰელმ მეოთხე და საჩუქრად ბატონი ბისმარკი დააწინაურა მინისტრის პოზიციაზე. მინისტრის პოზიციიდან ბისმარკი უკვე გახდა პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი რო გახდა, რიგი ცვლილებები განახორციელა, გააერთიანა პრუსიის მეთაურობით გერმანია და ავსტრიაც დაამარცხა. ანუ ესე ვთქვათ, long term დაგეგმა რა, ის არ იყო, რომ გინდა თუ არა ეს მიზანი ეხლავე მინდა რომ შევასრულო. ანუ სტრატეგიული მიდგომა შეგვიძლია რომ გქონდეს. შეიძლება გინდოდეთ რაღაცის მიღწევა სამსახურში, მაგრამ თქვენი მდგომარეობა ან იქაური გარემო ჯერ მაგის საშუალებას არ გაძლევდეთ. მაგალითად, ბევრი სიტუაცია ყოფილა, როცა მართლა დრო იყო, რომ მოემატებინათ ჩემთვის ხელფასი, მაგრამ ყოველთვის ვითვალისწინებდი ზოგადი გარემო რა იყო სამსახურში. მაგალითად, მსგავსი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა თუ არა, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო კომპანიის, ზოგადად ამინდი, რა მიზნები იყო და რაღაცნაირად ისეთ სწორ სიტუაციას ვარჩევდი ხოლმე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვიცოდი, რომ უარს მივიღებდი და ეს ჩემთვის დემოტივაცია იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მიზანი შეიძლება გქონდეს დღეს, თუმცა მოვითმინოთ იქამდე, სანამ იმ სიტუაციაში არ ვიქნებით, როცა შევძლებთ ამის შესრულებას, ვიდრე განვიცადოთ მარცხი. სამსახურის მაგალითებს კიდე რაც შეეხება, ერთი ესეთი მაგალითი მქონდა, ახალი მისული ვიყავი ჩემს ერთ-ერთ სამსახურში და ჯერ რაღაცა ისეთი პერიოდი მქონდა, რა პირველი 2 თვე ადაპტაციის და იქ მყავდა ძალიან ბევრი თანამშრომელი უკრაინიდან და რუსეთიდან და რაღაცნაირად ეს თანამშრომლები ერთმანეთში ბევრად უფრო შეკრულები იყვნენ და ბევრად უფრო კარგი ურთიერთობები ჰქონდათ, ვიდრე მე მაგალითად მათთან, იმიტომ რომ მაინც საერთო ენა ჰქონდათ, რაღაცნაირად კულტურა, მოკლედ კარგი ურთიერთობები ჰქონდათ რა და ეს მახსენდება, რომ დიდად მიმღებლობა ქართველის არ ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში აი რაღაცნაირად მათ მენტალიტეტში არ ჯდებოდი და ისინიც არ ჯდებოდნენ ჩემ მენტალიტეტში, ალბათ ვსაუბრობ უფრო ქალებზე, ვიდრე კაცებზე, იმიტომ რომ ჩემი მიდგომა იყო, რომ ვმუშაობ, ვსწავლობ, ვითარდები, აი რაღაცნაირად ფოკუსირებული ვიყავი ძალიან, რომ მაღალი ხარისხი დამედო ჩემი მუშაობის და ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე დამენახებინა. და ამეთი მიდგომა იყო უფრო, რომ აი ქალი ვარ, გავიპრანჭები რაღაცა, გადავდებ საქმეს, გავიპრანჭებს ვიზუალურად არ გულისხმობ, ანუ აი რაღაცა ზედმეტად ისეთი მიდგომები ჰქონდათ რა, რომ აი არ დავიტვირთავ თავს, რა შეიძლება კაია, მაგრამ მე აღმიქვეს როგორც საფრთხე, რომ აი მაგათ სტატუს ქვოს, რომ ესე იქცეოდნენ და გადიოდათ, ვიღაცა ელენე მოვიდა ქართველი და აქ ანახებს ყველას, რომ თურმე ქალი რო ხარ არ ნიშნავს იმას, რომ არ იმუშავებ, არ ნიშნავს იმას, რომ სულშვებულებაში გინდა ყოფნა და აი რაღაცნაირად დაპირისპირება შეიქმნა ჩვენ შორის, მაგრამ ისინი იყვნენ უფრო ბევრნი, უფრო დიდი ხანი მუშაობდნენ ამ კომპანიაში და შესაბამისად უპირატესობა ჰქონდათ ჩემთან მიმართებაში, ამიტომ ღიად ბრძოლა არ ღირდა.
და რაღაცნაირად ეს წიგნი არ დამხმარებია, მე თვითონ მივხვდი, რომ ჯობდა მე ჩემი საქმისთვის მიმეხედა დიდად ამათ შეცდომებზე ყურადღებას არ ვამახვილებდი, ანუ ერთ ამბავს არ ავტეხავდი, რომ ვაიმე ეს რა ქნეს და რაღაც მერჩინა, რომ მე გამომესწორებინა და დროს მივენდე და დრომ დამანახა ის, რომ სხვებმაც დაინახეს ის, რასაც მე ვხედავდი და ნუ საბოლოო ჯამში კონკრეტულად ორი ხალი იყო, ერთი რუსი, ერთი უკრაინელი, მათ გაშვებაზე მუშაობა მე მომიწია და ის ყველა შეცდომა, უსამართლო კომენტარი, რაც ჩემ მიმართ გაუკეთებიათ და მე პირდაპირ ან არაპირდაპირ გამიგია, არც დამჭირდა, რომ ესე ვთქვათ, პასუხი მომეთხოვა რაღაცნაირად კარმა მიუბრუნდათ. იმით, რომ მაინც და მაინც მე დამავალეს ძალიან დიდ კომპანიაში, მათი სამსახურიდან გაშვებაზე მუშაობა. კიდევ ერთ რჩევას გეტყვით განზრახვებთან დაკავშირებით, რომ აი მე ჩემი მაგალითიდან გამომდინარე ძალიან ხშირად როცა ამყავდა კადრი, ვეკითხებოდი, რომ რა გეგმები გაქვს 1 წელში, სად ხედავ შენ თავს 5 წელში, ნუ გააჩნია რა პოზიციაზე ვეწევდით კადრს და რამდენი დრო დაჭირდებოდა სწავლისთვის, დატრენინგებისთვის და ასე შემდეგ. სტაჟირებაზე ვყავდა, რა თქმა უნდა, ეგეთ კითხვებს ალბათ ცდილობის გამოვსვამდი, მაგრამ თუ აყვავდა ისე რომ დამხმარე მრჩეველი ჩემი და ასე შემდეგ, მაშინ მართლა მაინტერესებდა, რომ ეს ადამიანი მე რომ მასში 6 თვე რესურს ჩავდებ და ვასწავლი, დარჩება ჩემთან 2-3 წელი თუ არ დარჩება. ამიტომ ხშირად როცა უთქვამთ, რომ იცი რა არის, აი 1 წელში წასვლას ვაპირებ სასწავლებლად ან რაღაცა გეგმა მაქვს ისეთი, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს ჩემი სამსახურის მიზნებს. მაშინ თავის შემიკავებია სამსახურში აყვანიდან, რაც არ უნდა კარგი კადრი იყოს. აქედან გამომდინარე მსგავს სამომავლო კითხვებზე ისე უპასუხეთ, თუ თქვენთვის ეგ პოზიცია და სამსახურში აყვანა მნიშვნელოვანია, რომ ეს თქვენი სამომავლო მიზნები არ მოდიოდეს კონფლიქტში მანდ თქვენს დასაქმებას. იმიტომ რომ არავის არ უნდა თანამშრომელი, რაც არ უნდა ბრწყინვალე გონება გქონდეთ, რომ წავიდეს 3 თვეში და 4 თვეში და 5 თვეში, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ რესურსს დებენ თავიდან და ყველა უფრთხილდება ამ რესურსს მოკლედ. ვაგრძელებთ ბისმარკზე კითხვას. სრულიად არა გულწრფელად მოგცევით, ყალბის სიგნალების გაშვებით, თითქოს მას ომი არ უნდა და მას შეცდომაში შეიყვანა ყველა, შენ მიღვა თავისი ნამდვილი განზრახვა და მიაღწია ყველაფერს, რაც სურდა. ასეთია საკუთარი ზრახვების დამალვის ძალა და მართლა აბსოლუტურად ვეთანხმები ამას. ყოველთვის სტრატეგიულად შეერჩიეთ ის, რასაც ამბობთ და არა ემოციურად და ზოგადად ადამიანი მიდრეკილია, რომ იყოს გულწრფელი, თავის გეგმებზე ისაუბროს და ეს მიდრეკილება რაღაცნაირად შეზღუდეთ და სხვათა შორის მაინც და მაინც ბისმარკზე რო არ ვისაუბროთ და წინა საუკუნეებზე ესეთი სტრატეგია ძალიან მიღებულია კომპანიების, სახელმწიფოების, პოლიტიკოსების დონეზეც და თუ გავიხსენებთ მაგალითად Apple-მა რა გააკეთა სატელეფონების ბაზარზე, ნათლად დავინახავთ, რომ ეს სტრატეგია ეხლაც მოქმედებს. სტივ ჯობსი ფარულად რამდენიმე წლით ადრე, სანამ ესე ვთქვათ, გამოვიდოდა iPhone-ი, უკვე მუშაობდა iPhone-ზე და ასეულობით მილიონი დოლარი იყო გაშვებული მაგ მიმართულებით research and development-ში და არც წინასწარი, ესე ვთქვათ, ის არ გაუკეთებიათ განცხადება, რომ აი ჩვენ მუშაობდა, ვაპირებთ პირიქით, როცა გამოდიოდა ნებისმიერი Apple-ის წარმომადგენელი, სულ ისეთ სიგნალებს აძლევდა მედიას, რომ აი ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ტელეფონის ბაზრით, ჩვენ გვაინტერესებს კომპიუტერის პროცესორების და ასე შემდეგ ბაზარი. უცბად 2007 წელს თქვას, რომ ჩვენ ამ პროექტზე ერქვა Purple Project, ბევრი წელი ვმუშაობდი და აი აქ არის iPhone-ი, რომელიც უკვე იყო touchscreen-ი და მთელი, ანუ Motorola, Nokia, BlackBerry, აი წაშალა ბაზრიდან Nokia თუ არ ვსწავლი, გაკოტრებამდეც მიიყვანა და ნუ BlackBerry და Motorola-ს რამდენად ახლა ძლიერი ბრენდები არიან დღეს, თქვენც იცით,
ვერც ერთი ვერ დაეწია იმდენად მოუგო ამ თავისი ყალბის სიგნალებით და არასწორი სტრატეგიის გაზიარებით პირადად სტივ ჯობსმა დანარჩენ სატელეფონო ესე ვთქვათ კომპანიებს. ამიტომ თუ ისინი აკეთებენ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ და ამით რა თქმა უნდა მივიღოთ სარგებელი. არავის არ უნებთ. თქვენი ამბავია, თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი მიზანია და უფლება იტყვით ამას საჯაროდ თუ არ იტყვით. ავტორი გვეუბნება, ბევრჯერა რომ პატიოსნებითა და გულღიაობით გულებს დაიპყრობენ და თავს საუკეთესო მხრიდან წარმოაჩენენ. ეს ძალიან დიდი ტყუილია. პატიოსნება სინამდვილეში ბლაგვი იარაღია, რომელიც სისხლს ადენს, მაგრამ არ გაჭრის. თქვენი პატიოსნება ადვილად გააბრაზებს სხვებს. უფრო გონივრული საქციელი იქნება სიტყვების შერჩევა და ადამიანებისთვის იმის თქმა, რისი მოსმენაც მათ სურთ, ნაცვლად უხეში და სასტიკი სიმართლისა. იმის თავობაზე თქვენ რას გრძნობთ ან რას ფიქრობთ? დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, არ ვეთანხმებით, მაგრამ ძალიან ვეთანხმები განსაკუთრებით ისევ სამსახურეობრივ ურთიერთობებს თუ მიუბრუნდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად საერთაშორისო კომპანიებში მუშაობდი, ჩვენთან ვალდებულება იყო ეგრეთ წოდებული ეს feedback სესიები, სადაც შენს დაქვემდებარებულებთან, შენს უფროსთან, შენს თანაბარ პოზიციებთან ქონდა ესე ვთქვათ ინტერვიუ და ერთმანეთს ეუბნებოდით რა იყო მათი პლუსები, მინუსები, რაზე უნდა ემუშაოთ და ამაში რაღაც ოფიციალურად ქულები იწერებოდა და მე ფასდებოდი და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ცდილობდნენ აეხსნათ, რომ აქ უნდა იყო გულღია და გულწრფელი, იმიტომ რომ ეს ზოგადად გააუმჯობესებს სამუშაო კულტურას და გარემოს და რაღაცა, რამდენჯერაც მე გულწრფელი feedback-ი მივეცი ადამიანს, განსაკუთრებით ჩემს შემდგომს, იმდენჯერ იყო ეს კატასტროფა. არაფერი მაგას არ გამოუსწორებია, ამ ადამიანებს ხშირად ამოუჩემები ვარ და მე რაღაცა დრო მჭირდებოდა, რომ გამენეიტრალებინა ეგ ჩემი feedback-ი, რომ დავიწყებოდეთ და არ მიეტანათ გულთან ახლოს. ამიტომ სიმართლე რო გითხრათ, დიდად ცუდის მოსმენა განსაკუთრებით ეს თუ არის დაქვემდებარებულსა და შემდგომს შორის დიდად არავის არ სიამოვნებს. ამიტომ შეიკავეთ თავი. თუ ადამიანის გადარჩენა გინდათ და არ ვიცი, ყველა მაგ ადამიანზე ლაპარაკობს უქს უკან ცუდად და რაღაცა განიხილა, რამაც შეიძლება მის კარიერას საფრთხე შეუქმნას, შეიძლება უთხრათ. მაგრამ ეგრე ვითხარი მეც ერთ-ერთ ჩემ HR-ს, რომ შენზე ისე ამბობენ და ისე ამბობენ, ოღონდ ჭორაობას არ გულისხმობ, კონკრეტულ ფაქტს და ფრთხილად იყავი და ის ჩემზე გაბრეს და რას ქვია, ეგ გაბედე და მითხარია და აქედან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება არის, რომ მიხედეთ თქვენ საქმეს, ნუ გააღიზიანებთ ადამიანებს ზედმეტი პატიოსნობით და გულწრფელობით. ამ კანონში მთელი ერთი თავია დათმობილი ყვამლის ფარდისთვის, რომელიც რეალურად არის, აი მაგალითად წარმოიდგინეთ, 99% ეუბნები ადამიანს სიმართლეს, მაგრამ არის 1%, რომელიც არის გადამწყვეტი მიმართულების და ამ 1%-ს ატყუებ. მაგრამ იმის ხარჯზე, რომ ამ 99% ჩემ ყვამლის ფარდა შეუქმენი, იმ 1%-ს ვეღარ უშვებს და ვეღარ ხედავს. ეს ძალიან ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში და ძალიან ხშირად გამოიყენება კორპორატიულ სამყაროშიც. მაგალითისთვის, ჯეფ ბეზოსის ყველა ძველი გამოსვლა და ახალი გამოსვლა არის იმაზე, რომ მათი კომპანიის მთავარი ამომავალი წერტილი და vision, mission და ყველაფერი არის, რომ ორიენტირებულები არიან მომხმარებლების გამოცდილებაზე და რომ მომხმარებლებს აფასებენ ძალიან და ასე შემდეგ და საერთოდ არასდროს არ გაუკეთებია განცხადება წინასწარ, მაგალითად აი ის, რომ ჩვენ წიგნების ამხელა ბაზა გვაქვს, გავაკეთებთ Kindles და ჩვენ გვინდა რომ მაგალითად გვქონდეს ასევე AWS სერვისი, ასევე ქარხნები, ასევე ლოჯისტიკური კომპანიები, ანუ რისი თქმა მინდა რომ ეს დიდი კომპანიებით, რომლების შესახებაც ინფორმაცია ზოგადად საჯაროა, ხშირად პოსტ
ფაქტუმ გვაცნობებენ, რომ აი ეს გავაკეთე უკვე და ჩაეშვა. ეს გავაკეთე და ჩაეშვა. ვაპირებს ძალიან იშვიათად აკეთებენ. შეიძლება თქვენ რომ ვაპირებ რაღაცის გაუმჯობესებას, მაგრამ აი რაც უკვე არსებობს, მაგრამ ახალ პროდუქტებს როგორც წესი დაგვეტეხენ ხოლმე თავს დიდი აჟიოტაჟით, მოულოდნელობით და რაღაც აი ინოვაციურ და ანუ წინასწარ არავინ არ გამზადებს რა, რომ არც მოგბეზდეს ალბათ და ეს გაკვირვების ეფექტი რომ მქონდეს. ამიტომ ყვამლის ფარდის გამოყენება ძალიან კარგი მეთოდია იმისთვის, რომ გზა აუგნიოთ მაგალითად თქვენ კონკურენტებს. შეგიძლიათ 99% ელაპარაკოთ სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორია მინდი მოგწონთ დასასვენებლად, სად დადიხართ, როგორი საჭმელი მოგწონთ, მაგრამ აი ის 1%, რაც არის კარიერული განვითარება, შეიძლება თქვენთვის დაიტოვოთ იმისთვის, რომ ხელი არ შეგიშალოთ. პოლიტიკაში ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცა აჟიოტაჟს შექმნიან ემოციური საკითხის ირგვლივ და უკანა ფონზე მაგალითად მიიღებენ ისეთ კანონებს, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ეს აჟიოტაჟი რო არ ყოფილიყო და ამ აჟიოტაჟს არ გადაეფარა, აუცილებლად იმ კანონს გააპროტესტებდნენ მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაგრამ ბევრი ქვეყნის შემთხვევაში და საქართველოს არ არის გამონაკლისი, ეს სტრატეგია ძალიან ხშირად გამოიყენება და ადამიანი, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა და სახელმწიფოებრივი წყობა, ვფიქრობ, ეს წიგნი კარგად შესწავლილი უნდა ქონდეს, საკითხული და დამუშავებული. ძალაუფლების გასაღები. თუ გგონიათ, რომ მატყუარები თვალის მომჭრელი ხალხია, ისეთი ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუებიან, ფოკუსებითა და გამონაგონით ართობენ ყველას, ძალიან ცდებით. მათგან საუკეთესოებს ნდობის გამომწვევი იერი აქვს და სრულებით არ იქცევენ ყურადღებას. აქ მაგალითები არიან ფრანკლინ რუზველტი, ჯეიმს როტშილდი, მე დავამატე ანჯელა მერკელი, პუტინი, ჯეფ ბეზოსი, უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, რომლებიც არ გამოირჩევიან, ესე ვთქვათ, თავისი ექსტრავაგანტულობით, ნუ ჯეფ ბეზოსი ახლა ბოლო წლები შეიცვალა, მაგრამ არც ის არ გამოირჩევა და აქვთ ეს პოკერ ფეისი ყველა საკითხზე. აი, ყველა საკითხზე. ბილ გეიტსის რამდენი ინტერვიუს ანახი მაქვს, ნუ ყველა არ მაქვს ანახი, მაგრამ თავის ოჯახზე, ფილანთროპიულ საქმიანობაზე, აფრიკაში მიმდინარე პროექტებზე და Microsoft-ზე შეუძლია ერთნაირი ენერგეტიკით, ერთნაირი სახით ისაუბროს. ასევე უორენ ბაფეტი შეუძლია რომ გაყიდოს და იყიდოს 5 მილიარდის სტოკი ისე და ამ გადაწყვეტილებაზე ილაპარაკოს თუ რატო გააკეთა ესე, ისე რომ თითქოს არაფერი არ არის რა, აი დღეს ვითომ რაღაცა ბუღალტერს გადაურიცხა 10 ლარი, აი ეგეთი სახით ლაპარაკობს. აქედან გამომდინარე ეს უემოციო საუბარი ისე რომ შენ დიდად განზრახვები არ დაგეტყოს, ძალიან კარგია. სხვა შორის ძალიან ბევრი ბიზნესმენი არის, მათ შორის მარკ ცუკერბერგი და ჩამატა ფილაპატალაპალა რაღაცა გვარი ვერაფრით ვერ მიმახსოვრებ, არადა ძალიან მიყვარს მისი გამოსვლები და საინტერესო ადამიანია ჩემი აზრით, რომელიც პოკერს სისტემატიურად თამაშობენ და როგორც ამბობენ იმ მიზნით, რომ ზუსტად აი ეს ემოცია გათიშულები იყვნენ მოლაპარაკებების, ინტერვიუების და სხვა ესეთი მნიშვნელოვანი გამოსვლების დროს. ამიტომ ისინი თუ ითვალისწინებენ, შეგვიძლია ჩვენც გავითვალისწინოთ და რატო უნდა გავითვალისწინოთ? ცხვარი არასოდეს გაგქუდავს, არასოდეს გიღალატებს, ცხვარი არნახულოდ უტვინო და მორჩილია, ცხვრის ტყავში გახვეული მელა სულ ადვილად შეიძურწება საქათმეში. სადმე თუ შეგხვედრიათ ისეთი მხედართ მთავარი, რომელიც ციხე-სიღმაგრის აღებას გეგმავს და ამის თავობაზე წინასწარ აცნობებს მოწინააღმდეგეს. დამალე თქვენი მიზანი და ნუ იტრაბახებთ მიღწევებით. ურავის მიახვედრებთ, რამდენად შორს მიდის თქვენი გათვლები მანამდე, ვიდრე მათ რამემ შეიძლება ხელი შეუშალოს. გრძობა ომის გამოცხადებამდე მოიპოვეთ. სხვათა შორის მეთანხმები ძირითად შემთხვევაში, მაგრამ ნუ ილია თოფურიასნაირი მებრძოლი თუ ხარ, რომელიც რასაც ამბობს წინასწარ ყველაფერს აკეთებს, შეგიძლიათ რომ რა თქმა უნდა
ვთქვათ ხოლმე წინასწარ, მაგრამ მე არ ვარ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ეგეთი ტიპის მებრძოლი. ჩემი პირადი დასკვნა არის შემდეგი, რომ შეიძლება ახლა ცხვრის ყავში გადაცმული მელა არ ვიყო ცხოვრებაში, მაგრამ იმას ნამდვილად მივხვდი, რომ შეიძლება კი არა და არ ვარ, მაგრამ იმას ნამდვილად მივხვდი, რომ ჩემი მიზნები, განზრახვები, ფიქრები სანამ არ მოვა სისრულეში, არ აღსრულდება, ესე ვთქვათ, ჯობს ჩემთვის შევინახო. ყოველ შემთხვევაში ძალიან ვიწრო პირთა წრე უნდა იყოს ის, ვისაც გავუზიარებ და კარგი იქნება თუ თქვენც გაითვალისწინებთ და თუ თქვენი იდეა, გადაწყვეტილება ან მიზანი არის ახალი, ან ორჭოფობთ, რაც უფრო ბევრს გაუზიარებთ, უფრო მეტად შეიძლება შეგეპაროთ ეჭვი, იმიტომ რომ იმათი გადმოსახედიდან კიდევ უფრო სარისკო იყოს ეგ რაღაცა, ან მათთვის მიუღებელი. მაგალითად, მე სამსახურიდან წამოსვლა რომ მინდა და შეიძლება რამდენიმე ადამიანთან მქონდა ესე გაჟღერებული, რომ იცი რა, უკვე რა დავიღალე მომბეცდა და უნდა წამოვიდე, მაგრამ ისეთ ადამიანებთან მქონდა ეს გაჟღერებული, ვინც თვითონაც ეგრე ფიქრობენ სამსახურზე და არა ისეთ ადამიანებთან, ვისთვისაც მაგალითად საოცნებო კარიერა მქონდა და ვაიმე მაქედან როგორ უნდა წამოხვიდე და მერე რას იზამ, ანუ უნდა შეარჩიოთ, რომ ეგ თქვენი ახალი და ჩამოუყალიბებელი მიზანი და გადაწყვეტილება, ესე ვთქვათ, კიდევ უფრო არ შეარყიონ და არ გადადოთ თქვენ შესრულება. ნელ-ნელა ზაფხული სრულდება და მეც ვფიქრობ, რომ ოქტომბრიდან, ალბათ უფრო ოქტომბრის დასაწყისიდან გავაკეთებ 22 წიგნის გარშემო, რომელმაც ჩემ ცხოვრებაში სრული ტრანსფორმაცია და ამოტრიალება შემოიტანა, ალბათ კარგი მიმართულებით წიგნის წრეს. პირველი წიგნი, რომელიც განიხილება ამ წრეში იქნება ეს ძალაუფლების 48 კანონი. გადმოდით ჩემს Instagram გვერდზე, გამომიწერეთ, იმიტომ რომ იქ დავდებ წიგნის წრეზე სიახლეებს, აქაც ვიტყვი, მაგრამ ალბათ უფრო აქტიურად Instagram-ს გამოვიყენებ ამ მიზნისთვის და შემდეგ პარასკევს განვიხილავთ მეოთხე და მეხუთე კანონს, საკმაოდ პატარა კანონებია მოცულობით და ამიტომ გადავწყვიტე ერთად დამემუშავებინა და ერთი ეპიზოდი დამეთმო. ეს იქნება რეპუტაციაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რეპუტაცია, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას და რომ ნაკლები ვილაპარაკოთ, ვიდრე საჭიროა, რომელიც რაღაცნაირად ამ მესამე კანონის ამოძახილიც არის. სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ კომენტარებში, რამე კითხვები თუ გაქვთ და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც უყურებთ ჩემს არხს და მხარს მიჭერთ.